იყო მშვიდობიანი აქცია, სადაც ადამიანები გამოვიდნენ და აპროტესტებდნენ თქვენი მთავრობის შეცვლილ კურსს ქვეყანასთან დაკავშირებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო მშვიდობიანი აქცია. ისინი აპროტესტებდნენ მშვიდობიანად და თქვენმა თანამშრომლებმა ჩემდა სამწუხაროდ იძალადეს ამ ადამიანებზე 500-მდე ადამიანი არის დაზარალებული ამ პროცესში, რომელზეც თქვენს უწყებას არ დაუწყია არანაირი მოკვლევა, არც გამოძიება. არა, მე ესეთ პოლიტიკების დრო არის ხვალ სამშაბათს და შეგიძლიათ განაცხადოთ რამდენიც გინდათ. დიახ. და ამის შედეგად თქვენ არ დაგიწყიათ გამოძიება. მაშინ როდესაც ხედავთ ყოველდღიურად პირბადეებს ტროტუარებზე დგომისთვის როგორ აკავებთ ადამიანს მიმართებაში და ამისთვის თქვენ ბრძანდებით სანქცირებული და ეს გახსოვდეთ ყოველთვის. პოლიტიკური განცხადებები რა შუაშია ხვალ გააკეთეთ რამდენი განცხადებაც გინდა იმდენი. დიდი ბოდიში რეგლამენტი თუ არის თუ სხვანაირად მიყევით ხო საგ პოლიტიკურ განცხადებას რო არ გეტყობათ რა შუაშია 150 პოლიციოზეც ისაუბრეთ რომელიც დაზარალდა და დაშავებულები არიან და მხედველობა რო დავიცვათ რეგლამენტი ისაუბრეთ და ჩემდა ხოთ დავიცვათ რეგლამენტი ქალბატონო თამარ ჩემდა სამწუხაროდ არაფერი აღარ დარჩა იმ ქალბატონო თამარ ხოთ დავიცვათ რეგლამენტი და კანონ პროექტთან განხილვის ახლაც ვერ გაგვირკვევია კანონ პროექტთან დაკავშირებით ვისაუბრეთ ახლაც ვერ გაგვირკვევია ძალიან გამიკვირდა რომ ამ აქციას მშვიდობიანი დაარქვით იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ კარგად ვნახეთ რაც ხდებოდა და არაერთი თქვენი კოლეგა 171 პოლიციელია დაშავებული ადამიანებს მხედველობა დაკარგეს, სმენა დაკარგეს, სერიოზული დასახიჩრებები მიიღეს და ელემენტარულად შეგვიძლია პარლამენტის შენობას ვნახოთ რა მდგომარეობაში იყო, რა ვიცი 1990-იანი წლების შემდეგ ასეთი დაზიანებული საქართველოს პარლამენტი არ გვინახავს, რა ვიცი რუსთაველის გამზიაზე ერთი საგზაო ნიშანი აღარ იყო დარჩენილი, აღარ ვიძახი კერძო საკუთრებას რა უქნეს და როგორ გაანადგურეს და რა დროში ჩააგდეს და თუ ეს მშვიდობიანი აქცია იყო და ამ შემთხვევაში პოლიცია ძალას გადაამეტა, შესაძლებელია იყო გარკვეული შემთხვევები, სადაც ხდებოდა ძალის გადამეტება, მაგრამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით ფეირვერკების წვიმა ცვიოდა ჩვენი კოლეგების თავზე და არაერთი ადამიანი დაშავდა თან სერიოზულად და დღემდე ამ ჭრილობებს იშუშებს ეს ხალხი და არ ვიცი ქალბატონო და მე ძალიან გამიკვირდა ეს შეფასება თქვენგან არაერთი გაფრთხილება რა ვიცი შეგვიძლია გავხსნათ პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტი პოლისში და ხანდახან ესე თქვა სასაცილოც იყო კიდე რამდენჯერ უნდა დაწეროთ ეს გაფრთხილება ხო ხედავთ რომ არ ითვალისწინებენ რაც შეეხება ჩემი სანქციების საკითხს როდესაც ევროპულ ღირებულებებზე საუბრობთ მივიღე სანქციები ყოველად დაუსაბუთებლად ერთი არგუმენტი ერთი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა კონკრეტულად ჩემი მხრიდან რაში გამოიხატა კანონდარღვევა ორი ხაზი მხოლოდ რომ რა ვიცი ბრიფინგი რატო ჩაატარებო დაახლოებით აი ესეთი არგუმენტი იყო მოცემული და ამ დროს ყოველგვარი სასამართლოს ყოველგვარი შეპასუხების ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მივიღე ეს სანქციები და რა ვიცი ალბათ თუ ეს ასე არის საჭირო რა თქმა უნდა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზადვა რომ მივიღო ასეთი სანქციები როდესაც საპრიწონეზე დგას ქვეყნის უსაფრთხოება და სახელმწიფო გადატრიალება იყო და ხედავდით თვალწინ რაც